მაშასე მეგობრებო, ორი თამაშია დარჩენილი, თამაშები რომლებიც გადაწყვეტენ თუ რომელი გუნდები გააგრძელებენ ასპარეზობას პლეი-ოფ რაუნდში, ანუ ნახევარფინალებში და მინდა წარმოგედგინოთ მეხუთე თამაშის მონაწილე გუნდები. გუნდი ნომერი პირველი აჩი არველაძე და ლევან საგინაშვილი. დინამო თბილისისა და ტრაბზონსპორის ლეგენდა, რომელიც თამაშობდა ასევე ნიდერლანდების და გერმანიის კლუბებში. ეროვნულ ნაკრებში გამართული აქვს 30-ზე მეტი მატჩი. 90-იანი წლების ლეგენდარული ქართველი ფორვარდი აჩი არველაძე. სოფლიოს 7 გზის ჩემპიონი, ევროარმის 5 გზის გამარჯვებული, სოფლიოში აღიარებული ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელად დაუმარცხებელი ლევან საგინაშვილი. მოწინააღმდეგე გუნდს წარმოგიდგენთ გიორგი ნავალოვსკი და ტატო გრიგალაშვილი. იგი თამაშობდა 5 სხვადასხვა ქვეყნის ლიგაში. მოგებული აქვს 2 სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 40-ზე მეტი მატჩი. გიორგი ნავალოვსკი. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, ორგზის მასტერსის, ორგზის გრანდ სლემის და ორგზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი. მოგესალმებით ყველას, ვიწყებთ ლიდერბოლის პირველი უნიკალური გათამაშების მორიგ შეხვედრას. ეს გახლავთ პირველი ქვეჯგუფის ბოლო გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან აჩი არველაძისა და ჰალკის წყვილი, გიორგი ნავალოვსკისა და ტატო გრიგალაშვილის წვილის წინააღმდეგ. მაშასე ეს პირველი ჩაწოდება გახლავთ იმის გასარკვევად, თუ ვინ დაიწყებს თამაშს უკვე ქულებზე, ასე ვთქვათ, და წითლების სასარგებლო დასრულდა. მაშასე თამაშს დაიწყებს ტატო გრიგალაშვილისა და გიორგი ნავალოვსკის წყვილი. მე გეტყვით, რომ თუ ამ შეხვედრაში ტატომ და გიორგი ნავალოვსკიმ გაიმარჯვეს, ისინი უკვე 2 გამარჯვებით პირველ ადგილზე გადიან ამ ქვეჯგუფში, ხოლო თუ გაიმარჯვებს აჩი და ჰალკის წყვილი, მაშინ ამ შემთხვევაში უკვე ყველა წვილს ეკრება თითო-თითო გამარჯვება და შესაბამისად უკვე ბურთების უკეთესი სხვაობით გაირკვევა გამარჯვებული, მაგრამ პირველი ჩაწოდება აქ წითლების სასარგებლო დასრულდა და ანგარიშია 1-0 წითლების სასარგებლოდ. აჩი მიიღო ბურთი და აქ უკვე ლევანის ზოთა ისეთი ძლიერი დარტყმა კორts მიღება აღმოჩნდა და 2-0 ანგარიში კვლავ წითლებმა ჩააწოდეს. კარგი მიღება ქონდათ ამ შემთხვევაში უკვე შავებს. აჩის კარგი თავური ბადესთან, ჰალკიც აქტიურობს ბადესთან, მაგრამ ამ შემთხვევაში გვერდზე მოუხდა ბურთის გადაგდება და 3-0 ანგარიში ისევ ნავალოვსკის ჩაწოდება და ამ შემთხვევაში უკვე ჰალკის წარმატებული
წარმატებული გადატანა მეტოქის კორტზე და ტატომ ვეღარ შეძლო ამ ბურთის მოგერიება და პირველი ქულა მიითვალეს აჩიმ და ჰალკმა. და ჰალკი აწუდის ახლა ბურთს, ტატომ მიიღო ბურთი. ნავალოვსკი თამაშობს ბადესთან, მაგრამ კარგად გადააგდო ისე რომ ვეღარ მოახერხა აქ ლევანმა ბურთის მოგერიება და 4-1 ანგარიში. ნავალოვსკის ჩაწოდება აჩი მიიღო და ამუშავა და გადასცა ბურთი ჰალკს, საიდანაც უკვე ჰალკმა ვეღარ მოახერხა ბურთის სწორად მოგერიება. და აქ ისევ აქტიურობს გიორგი ნავალოვსკი. როგორც ხედავთ, ტატო ჩაერთო თამაშში, კარგად გადაიტანა ბურთი, საკმაოდ გაგრძელდა ეს გათამაშება. არც ერთი გუნდი არ თმობს არაფერს, აჩი მიიღო, ისევ გადაიტანა და ტატო მიღებაზე, მაგრამ უკვე ვეღარ მოახერხა. კარგად მიღება და აჩი არველაძის წარმატებული თამაშის შემდეგ შავების გუნდმა მოიპოვა მეორე ქულა. თუმცა აღსანიშნავი ასევე ლევან საგინაშვილის კარგი თამაშით ბადესთან აქ გამეორებაზე ხედავთ მომენტებს. ეს უკვე ბოლო მონაკვეთი, როცა აჩის გადაგდების შემდეგ ტატომ ვეღარ მოახერხა ამ ბურთის მოგერიება. მაშასე 5-2 ანგარიში და აწვდის აჩი არველაძე გიორგი ნავალოვსკი მიღებაზე. დაამუშავა ტატო თავით, მიიღო ჰალკმა და მაგრამ ვერ მოახერხა ბადისტვის რომ გადაეცილებინა ბურთი და 6-2. უკვე კარგად თამაშობს ჰალკი, აჩი ისევ და აჩის დარტყმული ამჯერად ძლიერი იყო. 7-2 5 ქულით წინ გაიჭრა. მე შეგახსენებთ ვაყურებლებს შეგახსენებთ 11 ქულამდეა ჯგუფურ ეტაპზე მატჩები. და ახლა აჩის და ტატოს დუელი, ასე ვთქვათ, რომელიც სრულდება აჩის გამარჯვებით, იმიტომ ტატოს დარტყმული გაცდა გვერდითხას, როგორც აღნიშნა საჯმა. აი ხედავთ როგორი კარგი გათამაშება იყო. არა ამ შემთხვევაში უკვე დააფიქსეთ ალბათ რომ ბურთი გასცდა კორტის ფარგლებს და 7-3 ანგარიში ჩააწვის აჩი არველაძე. მიღებაზე ნავალოვსკი, მე გეტყვით რომ პირდაპირ ბურთის გადაგდება არ შეუძლია, მიმღებ მოთამაშეს თავის თანაგუნდელს უნდა მიაწოდოს. გამხნევებენ ერთმანეთს ტატო და ნავალა. 7-4 ერთი ბურთი ამოქაჩეს აჩიმ და ჰალკმა, ისევ აჩი ჩაწოდებაზე. ამ შემთხვევაში უკვე კარგად მოახერხეს წითლება ბურთის გადატანა, მაგრამ დახვდნენ იქ შავებიც და აი აქ ისევ შეცდომა ბადესთან ნავალოვსკის შეცდომა და 7-5 წამოეწია ზედიზედ 3 ქულა აიღეს შავებმა და წამოეწია უკვე მეტოქე გუნდს აჩის და ჰალკის წყვილი. აქ უკვე ვეღარ მიუსვა. აჩი კარგად ითამაშა, ტატო გრიგალაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა ბადესთან და მოუპოვა თავის გუნდს მორიგი ქულა. 8-5 ანგარიში, აი ხედავთ გამეორებაზე თავით და მხრით ერთდროულად ითამაშა. 8-5 და ნახოთ თუ შეძლებს დაწევს ჰალკმა კარგად მუხლით გადააგდო ახლა ბურთი მეტოქის კორტზე და ნავალოვსკიც ძალიან კარგი თამაში. ისეთ სიღრმეში დაურტყა თავით ბურთი და მორიგი ქულა მოიპოვა 9-5 ანგარიში. და მაშასე 2-2 ქულა რჩება გიორგი ნავალოვსკისა და ტატო გრიგალაშვილის წვის იმისათვის რომ გავიდნენ პირველ ადგილზე. თუმცა იოლად დათმობას არ აპირებს აჩის და ჰალკის გუნდი. აი ჰალკი ძალიან კარგად თამაშობს ახლა ბადესთან. ხედავთ რომ რამდენჯერმე ძალიან კარგად მიიღო ბურთი მოიგერია, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე აღარ გაუმართლა და ვეღარ შეძლეს ამ ბურთის გადატანა. ხედავთ გამეორებით რამდენჯერმე რა კარგად ითამაშა ლევანმა ბადესთან. ტატოს თავური რომელიც ძალიან კარგად მიიღო და გადაიტანა, მაგრამ აი ამ მომენტს უკვე ვეღარ გაუმკლავდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი დაბალზე წავიდა ბურთი და ვეღარ შეძლო ბურთის ამოტანა. 10-5 ანგარიში და 5 ბაგი მატჩბოლი აქვს ახლა ნავალას და ტატოს. და ნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი. აჩი მიღებაზე კარგად მიიღო ბურთი. ჰალკმა დაარტყა და გადააცილა კორტს. შესაბამისად 11-5 დასრულდა ეს შეხვედრა და პირველ ადგილზე გავიდა ტატო გრიგალაშვილისა და გიორგი ნავალოვსკის წყვილი ამ ჯგუფში. დაელოდება მეორე ჯგუფის მეორე ადგილოსანს. შესაბამისად ვებშვიდობებით აჩი არველაძესა და ლევან საგინაშვილის წვის, რომლებმაც ძალიან ისეთი თავდადებული და კარგი თამაში გვიჩვენეს ამ ტურნირზე. დასრულდა მორიგი მატჩი. სამწუხაროდ აჩი და ლევანი დაგვემშვიდობებიან დღეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან
და დაწუნებული ვარ, რომ ძალიან ისიამოვნეს და მინდა რომ ამაზე გაგესაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში ვერ გიხილავთ, კიდევ მიიღებდით თუ არა მონაწილეობა ამ ტურნირზე? თამაშეთ რომ რაც იქნება სულ უნდა მოხვიდე და გვეთამაშო ჩვენ. მეორეზე უკვე რაღაც პროგრესი ხონდა, ვფიქრობ მესამე წელზე უკვე ვიღათ უკეთ ვითამაშებთ. რაც უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება ლევანს და მე, რა თქმა უნდა მე ძალიან დიდი ხანი არ ვითამაშია, უკეთესად ვითამაშებთ. ბიჭებს მინდა წარმატება უსურო ორივეს, რა თქმა უნდა იმათაც პირველი თამაშის მერე ეხა უფრო უკეთ ითამაშეს. და მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის პირველ რიგში. ტატო გიორგი თქვენ კიდე გილოცავთ. კარგი თამაში იყო, მეორე თამაში მოიგეთ და აი ახლა მე მგონი უფრო შეთამაშდით ხო ერთმანეთში. ჩემი გუნდის წევრი კი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ცოტა გამიჭირდა. მეორე შეხვედრას რაც შეეხება, კარგი იყო, უკეთესი იყო წინაზე და ფიქრობ მესამე უკეთესი იქნება. გიორგი, შენ როგორ შეაფასებდი? პირველი თამაშის მერე ცოტა ნერვიულობდით, მეორე მოვიგეთ, დავწყნარდით ახლა და იმედია მესამე უკეთესი იქნება. და ზერო გავდივარო, არ ნერვიულობ და აქო ძალიან ნერვიულობ. აქ ბევრად ნერვიულია, იქ ვიცი რომ მოვიგებ და აქ არ ვიცი. აი რა ვშობ, თავარია რომ გახვედით ნახევარფინალში, თქვენ გილოცავთ და ჩვენ დაველოდებით მომდენო თამაშებს. მაშასე მეექვსე თამაშის მონაწილე გუნდები გიორგი კინკლაძე და გურამ თუშიშვილი. ქართული ფეხბურთის თბილისის დინამოს და მანჩესტერ სიტის ლეგენდა. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 50-ზე მეტი მატჩი, გენიალური და ვირტუოზული გიორგი კინკლაძე! სოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატებისა და თამაშების 5 გზის გამარჯვებული, 5 გზის გრანდ სლემის და 4 გზის გრან პრის გამარჯვებული ჯუდოკა გურამ თუშიშვილი. და მათი მეტოქე გუნდი ზურაბ ხიზანიშვილი და გივი მაჯარაშვილი. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე 100-მდე მეტი ჩატარებული მატჩი. სხვადასხვა დროს ინგლისის და შოტლანდიის პრემიერ ლიგის კლუბების ფეხბურთელი. ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი. პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სოფლიოს ჩემპიონატების 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 3 გზის ევროპის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჯარაშვილი. საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 მატჩი წესები გავლილია, თამაში იწყება. მაშასე ვაგრძელებთ ლიდერბოლის პირველი გათამაშების ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს და ეს გახლავთ ბოლო მატჩი, რომელმაც უნდა გამოარკვიოს უკვე ნახევარფინალისტების ვინაობა და ამ მატჩში ერთმანეთს ხვდებიან გიორგი კინკლაძისა და გურამ თუშიშვილის წყვილი, ზურაბ ხიზანიშვილისა და გივი მაჭარაშვილის წინააღმდეგ.
და დაიწყო შეხვედრა არაზუსტი ჩაწოდება აქ გურამ თუშიშვილისგან ზედმეტად ძლიერად მოვიდა და ანგარიში გათანაბრდა, იმიტომ პირველი კულა სწორედ თვითლება მოიპოვეს. აქ უკვე ხიზანა აწვდის კინკლაძე მიღებაზე, გურამ თუშიშვილი ბადესთან კარგად თამაშობს, გადაიტანა ბურთი, მაგრამ აქ უკვე მწვანეებმა ვეღარ მოახერხეს ბურთის გადმოტანა და 2-1 ანგარიში. გამეორებაზე შეგვიძლია ვნახოთ ეს მომენტი, სულ ცოტა დააკლდა ზურაბ ხიზანიშვილს, რომ ბურთი გადაეტანა მეტოქის ნახევარზე. და აქ ისევ წარმატებული თამაში ყვითლებისგან, თუშიშვილის ჩაწოდებას ვერ გაუმკლავდა გივი მაჭარაშვილი. 3-1 ანგარიში, ისევ თუშიშვილი აწვდის, ისევ მაჭარაშვილი მიღებაზე, ხიზანა თავურით ბადესთან კარგად თამაშობს, კინკლაძემ გატყუაგდა ბურთი მეტოქის ნახევარზე, ისევ კინკლაძე მიღებაზე, აქ თუშიშვილი საკმაოდ ეხა ვერ გაუგეს ერთმანეთს მწვანეებმა და კიდევ ერთი ქულა ყვითლებს. მე გეტყვით იმასაც, რომ თუ კინკლაძისა და თუშიშვილის წვილი გაიმარჯვებს, ისინი გადიან ჯგუფში პირველ ადგილზე და პირველი ადგილით გავლენ უკვე ნახევარფინალში, ხოლო თუ ხიზანა და გივი მაჭარაშვილი მოიგებენ, გეტყვით რომ ამ ჯგუფში სამივე გუნდს ექნება თითო გამარჯვება და უკვე ბურთების უკეთესი სხვაობით გავარკვევთ გამარჯვებას. ამასობაში ანგარიში გახდა 5-2 და ხიზანა ჩააწვდის კინკლაძე მიღებაზე, პირდაპირ გადააგდო ბურთი და ეს არ შეიძლება, მეტოქეს უნდა გაუთამაშოს აუცილებლად, ამიტომ 5-3 ანგარიში და ისევ ხიზანა ჩაწოდებაზე, გიო მიიღო, თუშიშვილი ბადესთან თავით თამაშობს, ხიზანა მიიღო, აქ აჭარაშვილი თავით და კარგი, ძალიან კარგი თავური გივი მაჭარაშვილისგან და ერთ ბურთამდე მცირდება სხვაობა, 5-4 ანგარიში, 4-5 უფრო სწორად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მწვანეები არიან ჩაწოდებაზე. გამეორებაზე ხედავთ რა კარგად დაამუშავა ხიზანა ბურთი, კარგად დაუგდო თავის პარტნიორს და შვენიერი დერეფანი იპოვა გივი მაჭარაშვილმა იმისათვის რომ მორიგი ქულა მოეპოვებინა. 5-4 4-5 როგორც გენებოთ ისევ ხიზანა აწვდის კინკლაძე მიღებაზე, თუშიშვილის თავური ძალიან კარგად დამუშავებული აქვს ყვითლებს ეს კომბინაცია, მაგრამ მწვანეებიც მედგრად დახვდნენ და კარგი გათამაშება გამოვიდა, საკმაოდ ხანგრძლივი და აქ უკვე ბადეს მოხდა ბურთი, ვეღარ შეძლეს ბურთის გადმოტანა. ხიზანას და გივი მაჭარაშვილის წვილმა ვეღარ შეწყდა და შესაბამისად 6-4 ანგარიში ჩააწვდიან ყვითლები. თუ არ ვთქვი გიორგი კინკლაძე გააკეთებს ამას, აქ გამეორებით ხედავთ წინა გათამაშების კადრებს, საკმაოდ კარგი და საინტერესო დაძაბული გათამაშება იყო და ეს მომენტი, როცა უკვე ცოტა ძალა არ იყო, საერთოდ ბურთი გადმოსულიყო ბადეს მიღმა. კინკლაძე აწვდის ხიზანა მიღებაზე, გივი თავურით და ძალიან კარგი მორიგი კარგი თავური გივი მაჭარაშვილისგან ისევ კარგად იპოვა დერეფანი მან მეტოქის განლაგებაში და აი ხედავთ როგორი კარგი თავურით კიდევ შეამცირა სხვაობა, მოუწონა ეს თამაში ზურაბ ხიზანიშვილმა თავის პარტნიორს. აქ უკვე თუშიშვილი თამაშობს კარგად ბადესთან, ძალიან კარგად თამაშობენ ბადესთან არაფეხბურთელები, ჩვენი ოლიმპიური სახეობების წარმომადგენლები. და მორიგი ქულა უკვე თუშიშვილმა მიითვალა, 7-5 ანგარიში, თვითონ გურამმა ჩააწოდა და ბურთი გაცდა ხას მიღმა გივი მაჭარაშვილის დაწვის შემდეგ ხას მიღმა დაეშვა ბურთი, საჯებიც ამას აღნიშნავენ 8-5 ანგარიში და აი პირდაპირ გადაგდება იყო აქ ხიზანასთვის უნდა დაეგდო გივის ბურთი, მაგრამ არ გამოუვიდა და 9-5 გადაიბარა კინკლაძემ ჩაწოდება, რატომაც არა და მშვენივრად აწვდიდა თუშიშვილი და რატო შეცვალეს არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ხიზანა მიიღო ბურთი, გივი მაჭარაშვილის თავური ისევ წარმატებული, სხვათა შორის ზედიზედ უკვე მე რამდენად გივი მაჭარაშვილის თავური ძალიან წარმატებული გამოდგა, მე მგონი არ უნდა შეეცვალოს ჩამწოდებელი. კინკლაძე კარგად თამაშობს მიღებაზე და კარგად თამაშობს გურამ თუშიშვილი გადატანაზე და მოიპოვეს კიდეც ქულა 10-6 და 4 მატჩბოლი. გიორგი კინკლაძეს და გურამ თუშიშვილს. დააწვდის გიო, ხიზანა იქნება მიღებაზე, ერთი ქულა აშორეთ მათ ჯგუფში პირველ ადგილამდე. ხიზანა მიიღო, ისევ გივის თავური. კარგად გადაიტანა, მაგრამ კარგად დახვდა აქ გურამ თუშიშვილის და ეს ბურთი ჩავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი ქულა მიითვალეს ყვითლებმა. შესაბამისად, ეს იმის დაუწყებელია, რომ გიორგი კინკლაძე და გურამ თუშიშვილი პირველი ადგილით გადიან ჯგუფიდან ნახევარფინალში და ჩვენ ვემშვიდობებით ზურაბ ხიზანიშვილისა და გივი მაჭარაშვილის წვილს. აქ მცირე გარჩევის შემდეგ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ქულა ნამდვილად ყვითლებს ეკუთვნოდათ
11-6 დასრულდა ეს შეხვედრა. მიულოცოთ გამარჯვებულ წყვილს და დაველოდოთ მათ ნახევარფინალში. დასრულდა ბოლო მატჩი ნახევარფინალებამდე. გიორგი კინკლაძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური. აბა როგორი განწყობა გაქვთ? ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ გურამ. გავაგრძელებთ ესეთი ტემპი და ესეთი მონდომებით. წარმატებები გივის და ზურას. გურამ, აბა როგორ მოგწონს მეორე თამაში, მეორე მოგება? რაღაც მე მგონი ძალიან კარგი შეთამაშებული წყვილის დაბეჭდილებას ტოვებთ, არა? აშკარად გიოს დამსახურება, ის ვაგდებ და რა ვიცი, მივდივარ წინ და არ ვაპირებთ გაჩერებას. ბიჭებს მადლობა და წარმატებები. ზურა, გივი, სამწუხაროდ თქვენ უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის, იმიტომ რომ მე მგონი ყველა მისიამოვნებთ, ძალიან კარგი თამაშები აჩვენეთ და აი თქვენ როგორი განწყობით ხართ? მიიღებთ თუ არა ისე მონაწილეობას მსგავს ტურნირზე? თუ დაგპატიჟებენ გივი, წაგებულებს თუ დაგპატიჟებენ სიამოვნებით. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გიოს და გურამს უროცავ და მადლობა გივი შენ, ჩემი წყვილს, არაჩვეულებრივად ითამაშა და მართლა სანახაობა ძალიან მშვენიერი იყო და მადლობა ორგანიზატორებს, ვინც ეს მოიფიქრა და განახორციელა და ძალიან საინტერესოა ესეთი ბევრი პროგრამა რა იყოს ასეთი, იმიტომ რომ აი ზუსტად ესეთ ადამიანებს სპორტში ჩართულს, ოღონდ არა ჩვენ სფეროში ფეხბურთელებს შეხვდებით ხოლმე და ძალიან აქედან იწყება დიდი მეგობრობა ხოლმე. ასე რომ წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს. გივი, შენ რას გვეტყვი ალბათ, პირველი იყო მსგავსი თამაში გრეხეთბოლის, ესეთ მეწყვილეებთან ერთად, ესეთ მოწინააღმდეგეებთან ერთად. მოგინდება თუ არა რომ კიდევ მიიღო მონაწილეობა და ზოგადად როგორ შეაფასებ ამ ტურნირს? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს, მადლობა ჩემს მეწყვილეს, ძალიან დიდი პატივი იყო და ამის მერე თუ დაგპატიჟებენ წაგებულ გუნდს, მედოვნებ რომ თქვენ საგვიქნები და აყურებელს გავახარებთ ცოტა ჩვენი მოხდით. ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით დაგელოდებით თითოეულ თქვენგანს. მადლობა, ჩვენ კიდე შევხვდებით ნახევარფინალებში. დროებით.